სარეკლამო ჭრის შემდეგ თოქ-შოუ 59 წამი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020. სწორედ ეს დოკუმენტი უდევს საფუძვლად სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 53% სოფლად ცხოვრობს. ჯერ კიდევ 1990-იანი წლისთვის ქართული ეკონომიკის მესამეც აგრარული სექტორი წარმოადგენდა. თუმცა მოგვიანებით 2004 წლიდან სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი კრიზისი დაიწყო, რომელიც 2010 წლამდე გაგრძელდა. დასრულდა თუ არა კრიზისის პერიოდი და რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობა, რა გაკეთდა და რა მნიშვნელოვანი პრობლემებია აგრარულ სექტორში. დღეს სოფლის მეურნეობის დიდ და მრავალმხრივ დარგზე ვსაუბრობთ. 1990 წლისთვის ქართული ეკონომიკის მესამეც აგრარული სექტორი წარმოადგენდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში კი სფერომ დიდი კრიზისი გადაიტანა. ფერმერთა უწყვეტი განათლება, სურსათის უვნებლობა, სარწყავი და დამშრობის სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სუბსიდირება, პროდუქტის ხარისხი და გასაღების ბაზრები. როგორი მიდგომები სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სფეროს, რომელიც უამრავ მიმართულებას მოიცავს და ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალად შეიძლება იქცეს. დარგის სპეციალისტებთან ერთად სოფლის მეურნეობის შესახებ საუბრობთ. შევეცდებით სოფლის მეურნეობის სფეროში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დარგის სპეციალისტებთან ერთად ვისაუბროთ და 59 წამის სტუმრებს წარმოგიდგენთ ბატონი გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ლევან დადიანი, ოქსფამის სოფლის მეურნეობის და სასოფლო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, ბატონი ბექა გონაშვილი, ფერმერი და ბატონი თენგიზ კალანდაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც ვკამათობთ წესების დაცვით. აქ სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ და ოპონენტს არ აწყვეტინებენ. თქვენ შეგიძლიათ გადაცემის განმავლობაში ნებისმიერ დროს მოითხოვოთ დამატებითი 59 წამი აზრის გაგრძელებისთვის ან სხვა სტუმრის ოპონირებისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შესაძლებელია რადიო უცნობის საშუალებითაც FM 98-სა და 1-ზე. რადიო მსმენელს და მაყურებელს კი საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს კითხვაზე. რა მიგაჩნიათ სოფლის მეურნეობის მთავარ პრობლემად? თუ მიგაჩნიათ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს მთავარი პრობლემა სტიქიური მოვლენებია, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 თუ ფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა თანამედროვე ცოდნის დეფიციტია, მაშინ დარეკეთ ნომერზე 0800 ხოლო თუ პრობლემად სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაცია მიგაჩნიათ, დარეკეთ ნომერზე 0800 და დავიწყოთ საუბარი. ბატონ გოჩა, 2010 წელი იყო აბსოლუტური კრიზისის წელი სოფლის მეურნეობაში. ამ წელს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 8.4%-მდე დაეცა. ასევე ვიცით, რომ ამ წელს 1990 წელთან შედარებით 2.5-ჯერ შემცირდა დამუშავებული ფართობის რაოდენობა და სახელმწიფომ აბსოლუტური მინიმუმი ბიუჯეტიდან 0.54% დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. დღეს რა მდგომარეობა? არის თუ არა სრულად კრიზისი დაძლეული? თუ არა, მაშინ რა ასპექტებში აქვს სოფლის მეურნეობის სფეროს ცუდი მდგომარეობა? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში თქვენ დასმულ კითხვას მინდა ძალიან მოკლედ უპასუხო. 2010 წლის მონაცემები და ის მდგომარეობა რეალურად იყო ასახვა იმ წინა პერიოდის არა მიზნობრივი, არა პროგრამული, უბრალოდ ინერციით მავალი სოფლის მეურნეობის. ეს ჯერ კიდევ წინა პერიოდში 90-იან წლებში ალბათ ძალიან ბევრი დაშვებული შეცდომა, მათ შორის მიწის რეფორმის შეცდომა, მათ შორის შეცდომა იმით, რომ არ იყო გამოკვეთილი ის პრიორიტეტები, ის მიდგომები, რომელიც ჭირდებოდა რეალურად სოფლის მეურნეობას მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ასე რომ მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანია დღესაც თქვენ ახსენეთ 2015-20 წლის სტრატეგია არსებობდეს პროგრამა, დასრულდა თქვენი დრო, მაგრამ ჩავრთავთ მიკროფონს, დიახ, ვისაუბროთ სტრატეგიაზე, რომელიც 2015-2020 წელს მოიცავს. სტრატეგია ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც სისტემურად, ძალიან დინამიურად აწესრიგებს ყველა პროცესს,
სტრატეგიას თან ახლავს სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად მოწდება. ჩვენ ქონდა ძალიან საინტერესო წლიური ანგარიში. აქ არის ყველა მიმართულება, იწყება ექსტენციით, ცოდნით და მთავრდება ეგრეთ წოდებული კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებით. ეს პოზიციები ყველა გაწერილია ყველა უწყებას, ყველა სააგენტოს, ყველა დეპარტამენტს, აქ განსაზღვრულია ზოგიერთ შემთხვევაში ბიუჯეტი, ზოგიერთ შემთხვევაში აქტიურობა, ზოგიერთ შემთხვევაში სისტემური ჩამოყალიბება და ყველაფერი ეს მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ და დინამიურად და რაც თავარია, არსებობენ პასუხისმგებელი პირები და არსებობს იმის მოლოდინი, რომ თვითონ რეფორმა, თვითონ სისტემა მოქმედებს ძალიან სწორად. რაც სრულდება თქვენი დრო 9 წამი დაგრჩათ. რაც შეეხება ჩავიდა მიკროფონი. გასაგებია სოფლის მეურნეობის სტრატეგიაში 2015-2020 წელი სოფლის მეურნეობის დარგის ყველა ასპექტია გაწერილი თუ ფინანსურად, თუ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ბატონო ლევან, რა არის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც შეგვიძლია შევაფასოთ სოფლის მეურნეობის დარგი? კრიტერიუმები. თქვა თუ გავაგრძელებთ ამ შეკითხვაზე ერთგვარად პასუხს თქვა ჩემი მხრიდან. მე მინდა ყურადღება მივაქციო ორ ასპექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აქ შეფასებისას. პირველი ის გახლავთ, რომ 2013-დან 13 წლიდან 15 წლის პერიოდში ასიგნებები სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაზე გაზრდილი არის სხვა პერიოდებთან შედარებით 1000%-ით, ანუ 10-ჯერ. ეს ძალიან შთამბეჭდავია და ეს რეალობა, ეს ასეა. მეორეს მხრივ თუ შევადარებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 2013-დან 15 წლის პერიოდში თლიანში და პროდუქტში გაიზარდა მხოლოდ 0.6%-ით, ჩვენ აქ უბრალოდ შეკითხვა იბადება, რომ ამ ასიგნებების ფონზე რატომ არ არის თქვათ ისეთი ტემპის ზრდა, რომელიც თქვათ მოსალოდნელი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამას აქვს ორგვამოვანი პასუხი. გეგიმატებთ დროს. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ, პირველი გახლავთ ის, რომ სოფლის მეურნეობა არის გრძელვადიანი ინვესტიციის საგანი, ანუ ასიგნებათა გარკვეული ნაწილი წავიდა საშუალო და გრძელვადიან ინვესტიციებში და შედეგი ჯერ კიდევ უნდა დადგეს, ანუ ლოგიკა ამას გვარნახობს და მეორე მომენტი გახლავთ ისიც, რომ გარკვეულ ასიგნებათა ნაწილი, რომელიც წასულია სოციალურ ინტერვენციებზე, ერთჯერად სუბსიდიებზე, რბილად რო ვთქვათ, არ გახლავთ გრძელვადიანი განვითარების პროცესის მომტანი მიდგომები და იგი შესაძლებელი. ეს შემიძლია ვთქვა. გადაცემის მომდევნო ნაწილში აუცილებლად ვისაუბრებთ. თუ აღარა მაქვს. კი, გქონდათ დრო, თუმცა გამოირთო უკვე თქვენი მიკროფონი. ბატონ ბექა, თქვენ როგორ შეაფასებთ დღეს დარგის მდგომარეობას? არის თუ არა თქვენი აზრით კრიზისი დაძლეული? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად მინდა ორი სიტყვა თქვა სტრატეგიებზე ზოგადად. სტრატეგიებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტრატეგია მე პირადად მინახავს სოფლის სამინისტროში დაწერილი და ყოველ ახალ მინისტრს ახალი სტრატეგია აქვს რომ დაწერილი, მაგრამ სამწუხაროდ მე კონკრეტულად გაწერილი გეგმები ძალიან ხშირად მომითხოვია და ჯერ არ მინახავს. ამაზე მქონდა ჩემი უკმაყოფილებაც გამოთქმული თუნდაც ამ ბოლო პერიოდში. რაც შეეხება იმას, რომ დარგი განვითარდა თუ არა, რა თქმა უნდა, გარკვეული სახით წინ წავიდა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენს დარგს საქართველოში აქვს, ეს არის ცოდნა, განათლება, სიახლეებზე ხელმისაწვდომობა და გამოცდილება ფერმერების. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ჯერ დღესდღეობით ვერ დაგვიძლევია. ანუ ამაში უნდა ჩადოს სახელმწიფო გაცილებით მეტი ფული. დაგიმატოთ დრო. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ თენგიზ, თქვენთან უკვე სხვა საკითხზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეაფასოთ თემა. საქართველოში საქართველოს ტერიტორიის 43.3%, ანუ 3,5 მილიონი მეტი ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწებია. და საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად და სოფლის მეურნეობა ზოგადად პრიორიტეტულ დარგად ითვლება. რა მოლოდინები არსებობს ამ დარგის მიმართ? აი კონკრეტულად რომ
შევუხსნათ მაყურებელს, რა როლი შეიძლება შეასრულოს სოფლის მეურნეობამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, რაც შეეხება სტრატეგიას, მინდა განმარტო, მე თან მაქვს ეს დოკუმენტი და ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი დოკუმენტია და რომელსაც ახლავს სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა განიხილება ყოველ კვარტალურად, თვით მინისტრი და ყველა მოადგილე ხელმძღვანელობს და ესწრება ამ შეხვედრას და ყველა დეპარტამენტი სათითაოდ გადის სწორედ ამ სამოქმედო გეგმას და ეს არის ღია გამჭვირვალე პროცესი, შეგვიძლია ყველას მივაწოდოთ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, ჩვენ კონტექსტიდან ამოგდებულად არ უნდა განვიხილოთ ცალკე სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგალითად, მოვიყვანთ ხორბალს და ატამს და ამით ეკონომიკაში შევხვდით გარკვეულ წილს არამს და არამს. ამას უნდა მივაბათ, რომ ეს არის პოლიტიკა, ეს არის სოციალური პრობლემა, რომ მოსახლეობა დავამაგროთ სოფელში და თვით სოფლის განვითარებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ ეკოლოგიური სტრუქტურის განვითარება, გარემოს განვითარება. ამიტომ ჩვენ არ მინდა დავასრულებ, სოფლის მეურნეობის განვითარება არის ერთ-ერთი შემადგენელი ამ ძირითად პოლიტიკაში. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევან, გლობალური კონკურენციის პირობებში, რამდენად არის საქართველოს სოფლის მეურნეობა და მისი პროდუქტი კონკურენტუნარიანი სხვა ბაზრებთან შედარებით? საქართველოს ფარგლებს გარეთ გულისხმობ და ქვეყნის შიგნითაც, იმიტომ რომ ვიცით, რომ იმპორტირებული პროდუქტი ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილზე წარმოებული. ჩვენ ობიექტურად გაგვაჩნია გარკვეული საექსპორტო პოტენციალი გარკვეულ პოზიციებში საკმაოდ საგულისხმო. რეალურად ეხლა საექსპორტო ბაზრებზე ჩვენ გამოვდივართ უფრო მეტად თხილითა და ღვინით. ეს თვალსაჩინოა, მაგრამ მე უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი პოლიტიკის თვალსაჩინოებით შიდა ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაჯერების საჭიროებას, რაც მოგვიტანდა რამდენიმე შედეგს ერთბაშად. პირველი ეს იქნებოდა ზუსტად სოფლად შემოსავლების ზრდის მომენტი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად 70% დაახლოებით დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ პოტენციალი არ გვაქვს, არამედ იმიტომ რომ დაბალ კონკურენტუნარიანები ვართ საკუთარ ბაზარზევე. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება არის მისაქცევი ზუსტად ადგილობრივი წარმოების გაზრდაზე, რაც გააჯერებდა ადგილობრივ ბაზარს ადგილობრივი პროდუქტით და მოიტანდა გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს ეკონომიკურსა და სოციალურ სოფლად. დიდი მადლობა. ბატონ ბექა, რა არის სოფლის მეურნეობის როგორც დარგის განვითარების მოკლევადიანი მიზანი? როგორ ფიქრობთ, ეს არის სიღარიბის დაძლევა თუ სოფლის მეურნეობას შეუძლია რომ ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად იქცეს? სხვაჯერი სტრატეგიულ დოკუმენტში ორივე ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული, ხომ არ გამორიცხავს ერთი მეორეს? რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა რო ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ორი აზრი არ არის. მე ძალიან მინდა რომ დავეთანხმები ბატონ ლევანს ერთი მარტივ საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივ ბაზარს, მეტი ადგილობრივი პროდუქცია მივაწოდოთ. ეს ოცნებაც არის, მოგწონს, გვინდა. მე პირადად ძალიან მინდა. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები ჩვენ გვაქვს ექსპორტში, მაგალითად დღესდღეობით იმ დარგში, რომელშიც მე პირადად წარმოადგენდა ძალიან ვარ ჩართული. აქ პრობლემას ვაწყდებით სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთ დაშვებულ შეცდომებში. ეს კონკრეტულად საუბარი არის მეცხვარეობის დარგში დღეს რა პრობლემა ჩვენ გვაქვს. მე არ შემიძლია ხა ეთერი არ გავუმეყენებინა და არ მეთქვა ამაზე, იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. კონკრეტულად დეტალურადაც რა თქმა უნდა შემიძლია გითხრათ, მაგრამ თუ შეიძლება დავემატეთ, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად 2000 დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ჩვენ მე პირადად ვიბრძვი იმისზე, რომ შეგვეზღუდა უცხო ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტი იმ საქონლისა, რომელიც საეჭვოა დაავადებების მხრივ და ჩვენ მოვითხოვდით ამას, რომ რაც შეიძლება მეტი კონტროლი გამხორციელებულიყო ამაზე სახელმწიფოს მხრიდან. რატომ? შედეგი გვაქვს ჩვენ ორი საკმაოდ ახალი დაავადება, რომელიც საქართველოში გვაქვს. ამ დაავადების გამო, რომელიც ამ ზამთარს აღმოჩნდა საქართველოში და ეს დაფიქსირებული არის და ამაზე სამინისტრომ სხვათა შორის ძალიან ოპერატიულად იმოქმედა უკვე პოსტფაქტუმ, როცა ეს ყველაფერი მოხდა და დღემდე ძალიან ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მე როცა შეკვეთა ასე ვთქვათ და შეხმიანება გაკეთდა, აღმოჩნდა რომ ისეთი ქვეყნები, რომელიც საკმაოდ მობიერები იყვნენ ჩვენთან მოთხოვნების კატასტროფულად არის გამკაცრებული. ამ დროს სახელმწიფოს მხრიდანაც ისეთი ანალიზებზე, რომელიც საკმაოდ ძალიან მაღალი ტარიფი არის დაწესებული. ამას ჩვენ ვითხოვთ, რომ ამაში სახელმწიფო ჩვენ დაგვეხმაროს. ეს დასრულდა თქვენი დრო და ბატონ გოჩა აუცილებლად უნდა უპასუხოთ ბატონ ბექას ამ საკითხზე.
კი ბატონო, რაც შეეხება ბექას მიერ დასმულ საკითხს, იყო სომხეთიდან იმპორტი, იყო ასე ვთქვათ, შემდეგ ეგრეთ წოდებული რეექსპორტის რეჟიმები, სხვათა შორის ის ხელმძღვანელები, რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ ვეტერინარიის სამსახურში, დღეს აღარ არიან და რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალა იქ მთლიანად შემადგენლობა, თვითონაც ახსენა ბექამ, რომ იქ ძალიან ოპერატიულად მოხდა რეაგირება, იქ დაბრუნდა სამსახურის ხელმძღვანელი უბრალოდ მოადგილე, რომელიც ამ მიმართულებას კურირებდა, რომელიც ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ძალიან აქტიურად მუშაობს. მე ვეთანხმები, ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი შიდა ბაზრების დაცვა, ეს მარტო ცხვარს არ შეეხება, არის ძალიან ბევრი პროდუქტი, თუ თქვენ მიაქციეთ ყურადღება თურქეთში ჩვენ გქონდა ჩვენს მთავრობას ჰქონდა ვიზიტი და იქ გაჟღერდა, რომ ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა, ახალი მოცემულობა და ვითხოვთ გადახედვას და ასე ვთქვათ გაუმჯობესებას სავაჭრო ხელშეკრულების თურქეთთან. ძალიან დიდი მადლობა. დასრულდა თქვენ დრო, იმედია მოისმინეთ პასუხი, თუ არა და ამ საკითხზე ალბათ პირადადად გაესაუბრებით გადაცემის დასრულების შემდეგ. ბატონო თენგიზ, იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე საუბრობდით და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გავაცნო მაყურებელს. მაგალითად, 1974 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, სასურსათო უსაფრთხოების მინიმალური დონე 85% უნდა შეადგენდეს. ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის, თუ ადგილობრივ დონეზე მოხმარებული საკვები პროდუქტის 15-20%-ზე მეტი იმპორტირებულია. და სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წელს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტმა 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. პარალელურად ჩამოყალიბდა ადგილობრივი წარმოების შემცირების ნეგატიური ტენდენციაც. თქვენივე დოკუმენტშია მითითებული ამის შესახებ. როგორია ამჟამად ქვეყანაში სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე? გვაქვს თუ არა ამ მხრივ გარკვეული საფრთხეები? მე მგონი ბატონმა გოჩა უნდა უპასუხოს ამ შეკითხვას, თუმცა მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მოგახსენებთ, მდგომარეობა არის ჩემის აზრით კარგი, ანუ მთავარი ის რომ ჩვენ დავიწყეთ სწორი მიზნისკენ სწორი ნაბიჯებით სვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგებამდე ჯერ არ მივსულ ვართ და თვითუზრუნველყოფაზე საუბარი არ არის ჯერ, მაგრამ ეს იყო იმ წინაწლების სამწუხაროდ ამის თქმა ხშირად გვიძებთ, იმ წინაწლების ასე ვთქვათ დანაშაული არ მინდა ესე თქვა გამომეყენებინა, გახსნილი იყო ბაზრები და იმპორტმა რა თქმა უნდა ძალიან ესეთი გაშალაფრთები საქართველოში, მაგრამ დღეს აღსანიშნავია რომ სწორედ ჩვენი სწორი გონივრული ნაბიჯების შედეგად უკვე 1 მილიარდს გადააჭარბა პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დახარჯულმა თანხამ, ჩადებულმა თანხამ და ჩვენ უკვე გარკვეული 2-3 წლის, 5 წლის შემდეგ ველით უკვე მოსავალს, რაც საგრძნობლად გაზრდის უკვე ამ თვითუზრუნველყოფას, ეს იქნება მარცვლოვანი კულტურა, ეს იქნება ხილი, კენკროვანი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბატონ გოჩა. ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გვიპასუხოთ. დავამატებ აუცილებლად, თუ ცოტა მე დროსაც მომცემთ. იცით, ჩვენ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მეხუთე მიმართულება სასურსათო უსაფრთხოება. ჩვენ თანამშრომლობთ ლევანის ორგანიზაციასთანაც, ოქსფამთან, ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, ჩვენ წლის ბოლოს გქონდა უკვე 20 კონკრეტული რეკომენდაცია ამ მიმართულებით. ჩვენ გავაძლიერეთ პოლიტიკის და ანალიტიკის დეპარტამენტში სტატისტიკის ნაწილი და სისტემატიურად, ისაც არ ყოფილა ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ბოლო მეორე წელია უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვეწევით, ასე ვთქვათ, აქტიურ სტატისტიკურ დაკვირვებებს. ჩვენ შევიმუშავეთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტების კვლევას და თქვენ თუ ნახავთ ამ დინამიკას, თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველა იმ ძირითად პროდუქტში, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტებია, დინამიკა მიდის ზევით. იგივე ხორბალი რომ ავიღოთ ახლა ჩვენ, ხორბალი ჩვენ 59 წამს დაგიმატებთ. კი ბატონო, ხორბალში ჩვენ გქონდა ძირითადად 8-დან 12%-ამდე თვითუზრუნველყოფა მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს 2008-2009 წლები. შარშან ჩვენმა კონკრეტულმა, ესე ვთქვათ, მიზანმიმართულმა მუშაობამ გამოიღო შედეგი და ჩვენ ავედით 131,000 ტონამდე, ეს არის 17%-იანი თვითუზრუნველყოფა, წელს გვექნება დაახლოებით 200,000 ტონაზე მეტი და ეს არის სადღაც 24%-იანი თვითუზრუნველყოფა. ესეთივე ტიპის მუშაობა მიდის სხვადასხვა მიმართულებით, იგივე კარტოფილში გვაქვს საკმაოდ მაღალი მოსავალი და კარტოფილშიც მიახლოებული ვართ ჩვენ თვითუზრუნველყოფას, მატულობს ხორცშიც სხვა მიმართულებით. ეს ყველაფერი ძალიან ისეთ ფორმატია, ძალიან სწრაფად მიხდება პასუხების გაცემა, თუმცა ამას ძალიან ისე თქვათ ვრცლად ჭირდება ჩამოყალიბება, რამ შეუწყო ამას ხელი. კვების საკითხებზე გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. კვების უსაფრთხოების და ნუტრიციის თემას გულისხმობთ, ხო? ეს კი ბატონო ვისაუბროთ, თუმცა ეს მაინც უფრო სპეციფიკური თემაა და ჯანდაცვის კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ
მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჩვენ მიზანმიმართულად მუშაობთ ამ პროგრამაზე და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება პროგრამა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, წინა გამოსვლის დროსაც ამბობდით ექსპორტ-იმპორტის შედარებაზე, რომ არ არის ეს ტენდენცია დიდად სახარბიელო. თქვენ გვითხარით, რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში, მიდის თუ არა დინამიკა დადებითი კუთხით და იცნობთ თუ არა სტრატეგიის დოკუმენტის აი ამ ჩანაწერს, რომ ადგილობრივი წარმოების შემცირების ნეგატიური ტენდენცია შეინიშნება. თქვენ როგორ შეაფასებთ ზოგადად ექსპორტ-იმპორტის ბალანსს დღეს საქართველოში? ეს შეფასება არ ეხება თქვათ იმ პერიოდს, როდესაც ეს სტრატეგია დაიწერა. ეს შეფასება ეხება მანამდელ პერიოდს და ეს მოცემულობა რაც ახლა არსებობს, ეს არ არის 2013 წლიდან წამოსული დინამიკა. ეს მანამდელი დინამიკა. მე უბრალოდ ყურადღების გამახვილება მინდოდა ერთ ასპექტზე პოლიტიკის თვალსაზრისით. სტრატეგიის დოკუმენტი ძალიან გამართული და საკმაოდ ისეთი გამჭვირვალედ შედგენილი დოკუმენტია სამოქალაქო საზოგადოების ძალიან აქტიური მონაწილეობით. ერთი მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, ჩვენი აზრით აქ, იმიტომ რომ მე აქ მხოლოდ საკუთარ აზრს არ ვახმოვანებ, ეს გახლავთ თუ ვის დაეყრდნობა ადგილობრივი წარმოება. ეს დაეყრდნობა მხოლოდ მსხვილ ბიზნეს ოპერატორებს, თუ ეს დაეყრდნობა მცირე გლეხობას, რომელიც მრავლად ცხოვრობს სოფლად. შეიძლება ერთი დამატებითი არ გვაქვს საშუალება, თუმცა რეკლამის შემდეგ შეგვიძლია საკითხზე უფრო ვცლად ვისაუბროთ. დიახ, თქვენ დავიწყებთ გადაცემას. რამდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ, რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით დროებით. 59 წამის სტუმრებთან ერთად პირდაპირ ეთერში დაბრუნდა და ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ქვეყნისთვის, ეს არის სოფლის მეურნეობის პრობლემები და პერსპექტივები. ბატონ ლევან, თქვენ რეკლამაზე სანამ გავიდოდით, საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორ შეიძლება განვავითაროთ მცირე ფერმები. საინტერესოა თქვენი როგორც სპეციალისტის მოსაზრება, რომელი სტრატეგია უფრო სწორი იქნებოდა, ქვეყანა დაეხმაროს პატარა მცირე ფერმებს, ანუ გლეხებს, რომ აწარმოონ საკუთარი პროდუქტი საკუთარ მიწაზე სტრატეგიის დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ძირითადად პირადი მოხმარებისთვის იწარმოება. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ პრობლემაა მიწის ფრაგმენტაციაც. თქვენ როგორ შეაფასებდით, რომელი მიმართულება უფრო უკეთ განავითარებს ქვეყნის სოფლის მეურნეობას? ფერმერების შემთხვევაში დაიძრება მხოლოდ სიღარიბე და მიწის კონსოლიდაციის შემთხვევაში შეიძლება დაიხარჯოს ნაკლები რესურსი და სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად იქცეს. აი ამ შემთხვევაში და საინტერესოა თავად ფერმერების პოზიცია სურთ თუ არა მათ რომ პროცესში ჩაერთონ ისე რომ არა საკუთარი მიწა დაამუშავონ, არამედ მთლიანად გარკვეული ინდუსტრიული შეხედულებებით გაანაგრძონ მუშაობა. თუ გამოვალთ მოცემულობიდან, რომ სოფლად მოსახლეობის თითქმის 98% გახლავთ მცირე გლეხობა, ანუ რეალურად ქვეყნის პოტენციალი ეყრდნობა ამას. ახალს არაფერს არ ვიტყვი იმით, რომ უშუალო სტრატეგიაშიც ეს ძალიან სერიოზული ქვეთავი ეძღვნება მცირე გლეხობის მხარდაჭერას და კერძოდ კოოპერაციის მხარდაჭერას. ეს გახლავთ სტრატეგიის ქვეთავი 3-6. ამის გარდა კიდევ სტრატეგიის მიღებამდე მთავრობამ ძალიან მკაფიო განაცხადი გააკეთა მცირე გლეხობის მხარდასაჭერად, იმით რომ მიიღო კანონი კოოპერაციის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ამ ტიპის კანონი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ გეგმაზომიერებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივით ამის ამუშავება არის შეუძლებელი, ამას სჭირდება სათანადო ასიგნებები, რომლებიც ჯერჯერობით არასაკმარისია. 3.5 მილიონი ლარი წელიწადში კოოპერაციის განვითარებაზე არ გახლავთ საკმარისი. ამიტომ ეგ არის გასაგებია. დასრულდა თქვენ დრო. ბატონ ბექა, როგორც ვიცით, ეს არის თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და თვლით, რომ ამ ხრივ სტრატეგიაში გარკვეული პრობლემებია. როგორ ფიქრობთ, მიწის ფრაგმენტაცია ხომ არ არის პრობლემა, რომ სოფლის მეურნეობის დარგი ისე ვერ ვითარდება? ხომ არ არის პრობლემა ფერმერის უწყვეტი განათლება, თანამედროვე ტენდენციებთან ან მიდგომებთან მათი შეუხებლობა? რა არის რეალურად პრობლემა, რომ აი ამ 3.5 მილიონს ფერმერი ისე ვერ იყენებს, როგორც საჭიროა? შედეგი ნაკლებად ჩანს.
სტრატეგიაში ცუდად ეგ საკითხი კონკრეტულად რა თქმა უნდა არ არის ნათქვამი, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად არის ნათქვამი. უბრალოდ საუბარი რაზე არის, იცით რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ საერთაშორისო გამოცდილებებსაც, ხო? მაგათი 50-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების დასაქმებული მოსახლეობის 52% იყო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული. ამჟამად ეს არის 1.7%. ანუ ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები, ასე ვთქვათ, აღარ არის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, არიან მომიჯნავე დარგებში, ხო? ჩვენ ეს მაგალითი წინ დაგვიდგება, იმიტომ რომ ეს პრობლემა დღეს ახლა აქ საუბარი იყო რამდენი 1000 ჰექტარი გვაქვს ჩვენ, ხო? ჩვენ გვაქვს სახნავს 1000 დაახლოებით ეს არის სადღაც 700.000 ჰექტრამდე რაც ითქმება რომ არის, ხო? მაგრამ ნუ ეს ოკუპირებული ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვართ ძალიან მცირე მიწიანი ქვეყანა, რომელსაც უნდა აირჩიოს. ახლა საითკენ უნდა წავიდეთ. ესე იგი, ამ გლეხებს, რომლებიც სოფლებში არიან, ჩვენ იმათ ვეხმარებით, თუ ვიმეტებთ დასახულსად, ასე ვთქვათ, ჭყალებში, იმიტომ რომ მომიჯნავე დარგები ჩვენთან არ არის. ანუ ძიმე კი არა, სუბუქი და საშუალო მრეწველობა არ არის განვითარებული და ის ხალხი, ესე იგი დავტოვებთ ლუკამპურის გარეშე, ამიტომ სახელმწიფოს ეს პრობლემაც აქვს, რომ იმაზეც უნდა იფიქროს, მაგრამ დარგი რო განვითარდეს და ფერმერი რო იქცეს განვითარება და თვით განვითარება, ბიზნესმენად რო იქცეს და ის ყოველთვის არ უყურებდა სახელმწიფოს, ახლა ის 50 კაპიკს გადამიხდის იმაში ყურძენში თუ 20 კაპიკს გადამიხდის დამპალატამში ან რაღაცა, ამაზე რო არ იყუროს, ის უნდა განვითარდეს. ის ისე ვერ განვითარდება თუ იქნება იქ 1 და 2 ჰექტრიანი, ასე ვთქვათ, ფერმერი. კოოპერაციას ხელს უშლის ქართული ხასიათები ეს რეალობა სამწუხაროდ და რა თქმა უნდა განათლება და თანამედროვე სისტემებთან ხელმისაწვდომობა. ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ფერმერი საქართველოსდან რო წაიყვან და ევროპაში აჩვენო კოოპერაციები რა კარგად დღეს მუშაობს, შეიძლება იმან გულში მაინც გაიფიქროს, რომ იცი რა მე მომავალში ამის მიღწევა მინდა. მაგრამ აი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიგეგმოს ნელა-ნელა, რომ 1000 და 7000 ფერმერია ზოგიერთ კოოპერატივში გაერთიანებული და იმიტომ იღებენ ისინი შეტევას. გასაგებია. ბატონ თენგიზ, რაც უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგებში, ეს რეალურად ხელს შეუწყობს თუ არა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების განვითარებას. რა კუთხით განვითარდება სოფლის მეურნეობა ამ მხრივ? ორივე კუთხით უნდა განვითარდეს, ანუ სადაც არის მასივები, ანუ მიწის დანაწევრება, რა თქმა უნდა, პრობლემაა და ცოდნა და ტექნიკის არარსებობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა ვეთანხმები კოლეგებს, მაგრამ ორივე კუთხით უნდა მოხდეს განვითარება. სადაც არის ფართო მასივები, იქ რა თქმა უნდა, ტექნიკა უნდა მუშაობდეს, მაგრამ საქართველოში მე იგივე აზრს გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონები, სადაც არის მოსახლეობა, დღეს სამწუხაროდ დაცლილია სოფლები, სოფელს უნდა დაუბრუნდეს მთის კანონმა სულზე მოუსწრო და სოფელს უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა, მაგრამ იქ თავისთავად ცხადია, მცირე ფერმერული მეურნეობა უნდა განვითარდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი ნიშა, ჩვენ არ აქვს ისეთი ტერიტორიები, რომ ჩვენ ჭარბწარმოებით კონკურენცია გაუწიოთ ჩვენ მეზობლებს, მაგრამ ნიშური პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ. ეს არის ბიოპროდუქცია, ეთერზეთები, გეოგრაფიული აღნიშნების სპეციფიკური პროდუქცია, რომელიც შესაძლებელია ამ პატარა ნაკვეთებზე იქნეს განვითარებული. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გოჩა, რომელია სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომელსაც ზრდის და განსაკუთრებული წარმატების მიღწევის დიდი პოტენციალი გააჩნია? იცის თუ არა სამინისტრომ კონკრეტულად ეს დარგები და განსაკუთრებულად ეხმარება თუ არა? მაგალითად ბატონი ლევანი ამბობდა, რომ თხილის ღვინის ექსპორტი ხდება ძირითადად. თქვენ როგორ შეაფასებთ? ყველაზე პერსპექტიული პროდუქტი რომელია და დარგი? ჩვენ გულისხმობთ ამ შემთხვევაში საექსპორტო პოტენციალს თუ ზოგადად? არა მარტო საექსპორტო, საქართველოშიც. კი ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც შესაძლებლობები არ არის გამოყენებული. ბატონ თენგიზის აზრი მინდა გავაგრძელო, რომ ჩვენი საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავიდეთ იმ ნიშურ პროდუქციაზე, იმ ჩვენი გამორჩეული მიკროკლიმატის და ნიადაგების გამოყენებით, ეს ეხება, ვთქვათ, ციტრუს, ეს ეხება, ვთქვათ, ჩაის, ეს ეხება ხილს, ეს ეხება ბოსტნეულს, ჩვენი გამორჩეული პროდუქცია, გამორჩეული გემოვნური თვისებებით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა იყოს შემდგომში მიზანმიმართული მუშაობის. რაც შეეხება თვითონ პოტენციალს და ამოწევას ამ თემების, ეს არის მეცხოველეობა აუცილებლად, ეს არის მეთევზეობა, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ მიზანმიმართულად მუშაობთ მეცხოველეობის კუთხით. პირველ რიგში მე მაქვს დაყენებული საკითხი, ბეკაც დამეთანხმება, ჩვენ ერთად გვაქვს, ასე ვთქვათ, შეხვედრები ამ მიმართულებით მოწყობილი. საძოვრები, თქვენ ახსენეთ აქ მიწის ფართობები, ბეკამ მაგალითიც მოიყვანა, საძოვრები არის დაახლოებით 25% მთლიანი ტერიტორიის. მათ შორის სახნავი გვაქვს მხოლოდ 16%. საძოვრები გაცილებით მეტია. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სწორედ მოვლის, სწორედ ექსპლუატაციის, სწორედ მართვის პირობებში კონდეს
გემოვნური თვისებების საკმაოდ იაფი პროდუქცია, ეს შეეხება მსხვილფეხარ ქოსამპირუცსაც, ეს შეეხება ცხვარსაც, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა. ჩვენ მიზანმიმართულად მუშაობთ მეთევზეობაშიც, გვაქვს პროგრამა, ველოდებით ახლა ამ წლიდან იქნება ფოთში უკვე ახალი ლიცენზიანტი მოპოვება ქაფშის ეგრეთ წოდებული, რომელიც საბოლოო ჯამში გვაინტერესებს იმით, რომ ერთი მხრივ ეს პროდუქცია უნდა გამოდიოდეს და მეორე მხრივ მისი პროდუქციიდან გამოდის ფქვილი და ჩვენ გვინდა რომ იაფი საკვები იყოს საქართველოში თევზის, ჩვენ ვსწავლობთ თევზის შესაძლებლად, ჩვენ ვსწავლობთ ტბებს, ეს გარემოს დაცვის სამინისტროს ეხება და აი ამ გასაგებია. თქვენ აღნიშნეთ, რომ ნიშური პროდუქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვს, ეს არის ციტრუსი, ჩაი, ხილი და ასევე მეცხოველეობის და მეთევზეობის განვითარება. ბატონ ლევან, კვების უსაფრთხოებაზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად. რა მდგომარეობაა საქართველოში კვების უსაფრთხოების კუთხით? აი, რომ თქვათ, როგორი პროდუქტით იკვებება ქართველი ფერმიდან სუფრამდე? ხდება თუ არა ამ პროდუქტის სათანადო დონეზე შემოწმება. როგორ შეაფასებს Oxfam-ი? ჩვენ ვეყრდნობით ეროვნულ ნუტრიციულ კვლევას, რომელიც ჩატარდა ამ ცოტა ხნის წინ, დაიდო შედეგები. მდგომარეობა რბილად რო ვთქვათ, დიდად სახარბიელო არ გახლავთ. მიზეზი არის ზოგადად სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ინფორმირებულობა მოსახლეობის. და კერძოდ რა საბაზისო ციფრები შემიძლია მე აქ მოვიყვანო. 10 კატეგორიის საკვები არსებობს, რომელიც უნდა მიიღოს ადამიანმა. საშუალოდ საქართველოს მოსახლეობა წვდება 5-ს. და ზოგიერთი მოწყვლადი ჯგუფი, როგორიც არის მაგალითად ქალები და ბავშვები, წვდებიან 4-ს. ეს არის გამოწვეული პირველ რიგში იმით, რომ მოსახლეობას არ გააჩნია საკმარისი შემოსავლები იმისთვის, რომ მიწვდეს ნუტრიციულად ვარგის კარგ საკვებს, ნუტრიციულად გულისხმობ მიკროელემენტების დონეზე. ანუ ფარულ შიმშილთან გვაქვს საქმე და მეორე, ზოგადად ინფორმირებულობა მოსახლეობის არის ძალიან დაბალი. საკმაოდ საგანგაშო მომენტი გახლავთ თუნდაც ის, რომ მოსახლეობის შემოსავლებში თითქმის 55% იხარჯება სურსათზე, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლები არის დაბალი და სურსათზე ფასებიც არის არაადეკვატურად მაღალი შემოსავლებთან პროპორციაში. აი ესე მოკლედ. დიდი მადლობა. ნაქვემაყურებელს ვეტყვი Oxfam-ის ერთ-ერთი კვლევის მონაცემებს. გამოკითხული 1000 ოჯახიდან ყოველი მესამე ადასტურებს, რომ განიცდის საკვები პროდუქტის დეფიციტს და საქართველოში ძირითადად იკვებებიან შემწვარი კარტოფილით, აჯაფსანდალით და ლობიოთი. თქვენ როგორ შეაფასებთ, ბატონ ბექა, კვების უსაფრთხოებას საქართველოში? რამდენად უსაფრთხო პროდუქტით იკვებება ქართველი და რატომ არ აქვს აი ის მრავალფეროვნება, რომელიც აუცილებლად სჭირდება ადამიანს ჯანმრთელობისთვის? უსაფრთხო პროდუქტთან დაკავშირებით ახლა სამინისტროს საკმაოდ სურსათმოებლობის სააგენტოს კონკრეტულად ძალიან ბევრი ღონისძიება აქვს, რითაც ცდილობს რომ დაიცვას. Ну ეს როგორ გამოდის რანაირად, მაგრამ ძალიან ბევრს ცდილობენ მართლა, რომ უსაფრთხო იყოს პროდუქცია, მაგრამ ეს არ არის ადვილად მიღწევადი. ჩვენ თან მაინც ყოველთვის უკან მივდივართ და ეს არის განათლების პრობლემა, სადაც მივდივართ. ანუ ჩვენთან ხალხმა თვითონ არ იცის რა როგორ უნდა იყიდოს, რატო უნდა იყიდოს, სად უნდა იყიდოს და ამაზე არ არის მეტი ინფორმაცია საჭირო. ეს არ არის განათლება სკოლაში მისაღები და ასე შემდეგ, მაგრამ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამაზე უნდა არსებობდეს. ის კვლევები ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია პრაქტიკულად გითხრათ, რომ მეც ვეთანხმები იმას, რომ საქართველოში 1000-დან მესამედი მართლაც აი ამ ასე ვთქვათ შიმშილოსა თქო, ну აი ამ დონეზეა, იმიტომ რომ პრაქტიკაში ხედავ ამას მეტიც მე ვიცი, რომ საქართველოში გენდერული ნიშნითაც კი ხდება კვების დადგენა, ანუ მამაკაცი უფრო ხშირად იკვებება ხორცით, თევზით, ასე ვთქვათ, დიასახლისი უთმობს მას ამ პროდუქტს და ქალბატონი ნაკლებად თუ არ ვცდები, ესეც Oxfam-ის კვლევაში აღნიშნული. ბატონ თენგის, რა როლის შესრულება შეუძლია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ დაუბალანსებელი კვების დეფიციტი აღმოიფხვრას? ნამდვილად ინფორმაციის პრობლემაა თუ დაუშვათ სოციალური პრობლემა უფრო მეტ როლს თამაშობს იმაში, რომ ქართველი ადამიანი ნაკლებად იკვებება იმ პროდუქტებით, რომელიც მას აუცილებლად ესაჭიროება.
ნაკლებ ხორს თუ მიითმევენ მანდილოსნები, იმიტომაც არიან ჯანმრთელები, რადგან უთმობენ მამაკაცებს, რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებს. რა თქმა უნდა, ეს სოციალური პრობლემაა, უფრო, ანუ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უჭირთ მათ ბალანსირებული კვება და ის ნუტრიცია მიიღონ, რაც ჭირდებათ, მაგრამ სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ახორციელებს რუსეთის უნებლობის კუთხით. ანუ 3 წლის განმავლობაში მე ძალიან კარგად მახსოვს 19 წელია მუშაობს რუსეთის ეროვნულ სააგენტოში. საერთოდ სახელმწიფო კონტროლი შეჩერებული იყო 2007-დან 2010 წლამდე, მაგრამ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ და ბატონმა მინისტრმა ამბასადორიელზე განაცხადა, რომ 1500 ჯერ გაიზარდა სახელმწიფო კონტროლი, შევამოწმეთ ყველა სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკები და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისე მივდივართ ჩვენ დაბალანსებულ კვებაზე თუ ვისაუბრებთ, ეკონომიკა როგორც კი გაუმჯობესდება ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, კვების დონეც გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უამრავი ბუკლეტი, უამრავი საინფორმაციო საშუალება იმისათვის და საუბრობთ ხშირად ამაზე, თუ რა არის ბალანსირებული კვება. თუ გსურთ დაგიმატებს დროს არა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა, თქვენ გსურდათ 1.59 წამი გარკვეული ციფრების სათქმელად მაყურებლისთვის, რომელიც ამ საკითხებს ეხებოდა. გისმენთ. კი ბატონო, მე არ მინდა ისე შთაბეჭდილება დაგვრჩეს ახლა აქ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გარკვეულწილად გვაქვს მილიონიანი იმპორტი და პროცესი არ მიდის, ასე ვთქვათ, არ იგრძნობა ეს ტენდენციები. შეგეკამათებით და გეტყვით, რომ ძალიან კარგი ტენდენციებია გამოკვეთილი. თუ ჩვენ შევადარებთ 2012 და 15 წლებს, დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი აგროწარმოება. თუ ჩვენ ექსპორტ-იმპორტის უარყოფით სალდო შევადარებთ, მატულობს ექსპორტი და იკლებს იმპორტი, არა იმ მასშტაბებით, რაც ჩვენ გვინდა და ძალიან კარგად თქვა ბატონმა ლევანმა, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, სადაც სწრაფი და ადეკვატური შედეგის მიღება შეიძლება მაშინვე, თუმცა გეტყვით, რომ 760 მილიონიანი უარყოფითი სალდოდან დღეს ვართ 493 მილიონზე. ეს პროცესი დინამიურად მაინც მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის არა და მარმინდა სხვა საკითხებში გამოვიყენებ. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სუბსიდირების საკითხზე, რომელიც ბევრი ექსპერტის აზრით არ აძლევს ფერმერს იმის საშუალებას, რომ განვითარდეს და ამ სუბსიდირებას ჯობია, რომ მოხდეს ფერმერების განათლების გაუმჯობესება, მათი შეხება ტექნიკასთან და სოფლის მეურნეობის სხვა სიკეთეებთან. ბექა, როგორ ფიქრობ? სუბსიდირება არის მოკლევადიანი გეგმა, რომელმაც იმ წუთში უნდა აღმოფხვრას კონკრეტული გლეხის კონკრეტული ფერმერის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესოს, თუ თვლით, რომ აი ამ გარკვეული სუბსიდიებით ფერმერი შეძლებს განვითარებასაც და შეძლებს, რომ ფეხი აუწყოს სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებს. მოგახსენებთ, ჩემი აზრით სუბსიდია არის უბრალოდ ხელგაწვდილი ადამიანს, რომ ხელში რაღაცას ჩაუდებთ, რომელსაც შეიძლება დღეს შეჭამს, ხვალე ისე მშიერი არის. ძალიან ბევრი სუბსიდია მოხდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, კონკრეტულად ზოგიერთ დარგში და სხვა დარგებში არა. და ამისი შედეგები ის თუ ის დარგი კონკრეტულად როგორ განვითარდა, ხა მაგალითად ის რომ ახალი ვენახები მეტი ჩაიყარა, ჩემი აზრით ეს არ არის კონკრეტულად დარგის განვითარება. მე სუბსიდიას რა თქმა უნდა აუშვებდი, სუბსიდია არ არის ცუდი ზოგადად, მაგრამ ეს სუბსიდია უნდა იყოს წარმოებული კი არა, ექსპორტირებული ან სრულყოფილი პროდუქცია და არა კონკრეტულად წარმოებაზე. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჰაერში გადაყრილი ფული და ვიღაცა უბრალოდ გვალფარებიან მერსედეს სიყიდის. ეს არის და მეტი არაფერი. და ამას ჯობია მეტი განათლებაში ჩაიდოს ფული. ის ფული, რომელიც 40 მილიონი წელს იხმარება მევენახეების გაზრდაში ჩავდოთ, ჩემი აზრით ჯობია. დასრულდა თქვენ დრო. თქვენ თვლით, რომ სუბსიდირება უნდა მოხდეს ფერმერის განვითარებაში და არა კონკრეტულად დაუშვათ უფრო მეტი ვენახის ჩაყრაში, ასე ვთქვათ. ბატონ ლევან, თქვენ საუბრობდით სუბსიდიის თემაზე და გქონდათ გარკვეული შენიშვნებიც. ახლა 1.59 წამში თუ შეგიძლიათ გვიპასუხოთ, თქვენი აზრით სუბსიდია არის დროებითი სოციალური პროექტი თუ აქვს საშუალება ამ შემთხვევაში გლეხს, რომ განვითარდეს და მომავალ წელს დაჭირდეს დაუშვათ განახევრებული სუბსიდია, რაც წინა წელთან შედარებით რაც მიიღო.
რა ფორმითაც ადგილი აქვს სუბსიდირებას დღესდღეობით გლეხობის. ღვთისმშობლის პროგრამა იქნება ეს თუ მევენახეობის. ეს გახლავთ პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც საბრუნავ სახსრებს ხმარდება ღვთისმშობლის შემთხვევაში და ფასის სუბსიდირება მევენახეების შემთხვევაში. ამ სახის ინტერვენციები არ გახლავთ გრძელვადიან განვითარებაში ინვესტირების ოპტიმალური გზა. რეალურად მოთხოვნილება ფერმერს რაც აქვს ახლა, ეს არის კაპიტალურ აქტივებზე მოთხოვნილება. კაპიტალზე წვდომაზე მოთხოვნილება, ეს ძალიან სპეციფიური ტერმინია. ზუსტად ამ მიმართულებით არის საჭირო სახელმწიფო ინვესტიციების მიმართვა. ვინემ ამ სახის სოციალურ ინტერვენციებზე, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, გრძელვადიან განვითარებას არანაირად არ შეუწყობს ხელს და ამის მოდელირება შესაძლებელია ძალიან ადვილად, თუნდაც ევროპის სამეზობლო პროგრამის მოდელების გამოყენებით, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება და ძალიან მოკლე ციფრი, მაგალითად, ოქსფამმა განახორციელა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია კოოპერაციულ საწარმოებში და გაიხსნა 60 კოოპერაციული საწარმო. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გოჩა, რა სახის ინტერვენციებს შეიძლება გქონდეს უკეთესი შედეგი ვიდრე პირდაპირი გზით ფერმერის სუბსიდირებას? კი ბატონო, მოგახსენებთ, ძალიან კარგი კითხვაა და მე მინდა პირდაპირ გიპასუხოთ, რომ ჩვენი პოლიტიკა, თვითონ სამინისტროსი, ჩვენი სტრატეგია, ახსენა ძალიან კარგად ლევონმაც, არ არის სუბსიდირების პრინციპზე აგებული, იმ ფორმის სუბსიდირებაზე, რა ფორმითაც ჩვენ დღეს გვიწევს, თქვათ, მევენახეების ფულის დაფარვა, ან კიდევ სხვა ესეთი ტიპის სუბსიდირება. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პროტექციონისტული პოლიტიკას დავარქმევდი უფრო, რომელიც არის პროგრამული სახით თანხებზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა, არის გადამამუშავებელ წარმოებაზე პროგრამა და იცით თქვენ 150 საწარმო, არის პროგრამა, სადაც ჩვენ სამაცივრო და სასაწყობო მეურნეობებს ვახალისებთ და აქ შევდივართ, ასე ვთქვათ, საგრატე კომპონენტით. მე იმის თქმა მინდა, რომ არ არის ეს მომავალი. სუბსიდირება ერთ შვენიერ დღეს უნდა დამთავრდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეხლა გვიწევს ესე წერტილოვანი ხანძრების ჩაქრობა, ჩვენი პოლიტიკა არის პროტექციონისტული, სწორედ მიმართული დარგების განვითარებაზე, სასაწყობო მეურნეობებზე, მთლიანად აი ამ ციკლის დასრულდა თქვენი დრო, გადაცემის დასრულებამდეც დარჩა მხოლოდ 3 წუთი. ბატონ თენგის თუ გსურთ სუბსიდირებაზე საუბარი, თუ არა და ბატონ გოჩა, თქვენ გექნებათ საშუალება ფერმერისთვის ძალიან საინტერესო საკითხზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დაზღვევაზე ვისაუბროთ, რა ფორმით ეხმარება ფერმერს სახელმწიფო, რომ პროდუქტი დააზღვიოს სტიქიური უბედურებისგან თუ სხვა ტიპის რისკებისგან. 1.59 წამოვხალოთ. დიდი მადლობა, შევეცდებით ძალიან მოკლედ და სწრაფად ჩამოვაყალიბ. ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია აგროდაზღვევა, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე მინდა ყველა ფერმერმა იცოდეს და ყველამ ერთად უნდა ვიაროთ ჩვენ სწორი გზით ამ მიმართულებით. შესაძლებელია იყოს სადმე რაღაც პრობლემები, რაღაც ხარვეზები. აქ ძირითადად ორ ნაწილად შეიძლება. ერთი არის ინფორმირებულობა და ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგალითად შვეიცარიის განვითარების სააგენტო პირდაპირ გვეხმარება და აფინანსებს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა რგოლებს, ვიდეო რგოლებს, სხვადასხვა ბუკლეტებს, ინფორმირებულობის თვალსაზრისით USAID-ით ჩართულია მუშაობთ. მეორე მომენტი არის და ძალიან საინტერესო, რომ შეფასების სპეციალისტები უნდა ყოფდნენ. ჩვენთვის ეს ახალი პროდუქტია, აგროდაზღვევა, როგორც ჩვენთვის, ისევე თვითონ დამზღვევებისთვის, ასევე რა თქმა უნდა გლეხებისთვის, აქაც ჩვენ გვეხმარებიან და 50 ადამიანი მიზან მიმართულად იქნება მომზადებული წლის ბოლომდე, რომ იყვნენ ჩამოყალიბებული პროფესიონალების შეფასების ნაწილში. მე მინდა დასრულდა თქვენ დრო. ძალიან დიდი მადლობა. დასრულდა თქვენ დრო. მოსახლეობას სჭირდება მეტი ინფორმაცია, რომ გაერკვეს აგროდაზღვევის საკითხებში. ჩვენი მაყურებელი გვპასუხობდა ინტერაქტიულ შეკითხვაზე, რა მიგაჩნიათ სოფლის მეურნეობის მთავარ პრობლემად სტიქიური მოვლენების 3%, თანამედროვე ცოდნის დეფიციტი. ჩვენი მაყურებლის 20% თulis, რომ სოფლის მეურნეობის პრობლემა სწორედ ეს არის, ხოლო პროდუქტის რეალიზაცია ამ ნომერზე დარეკა ჩვენი მაყურებლის 77%-მა. ეს იყო გადაცემა 59 წამი, სადაც ვკამათობთ წესების დაცვით. ეს არის ერთადერთი ფორმატი მთელ სატელევიზიო სივრცეში, სადაც ოპონენტები ერთმანეთს არ აწყვეტინებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს იყო სეზონის ბოლო გადაცემა, შევისვენებთ მხოლოდ რამდენიმე კვირით და 21 აგვისტოს განახლებული ძალებით პოლიტიკოსებთან და არა მარტო პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო, რასაკვირველია პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ საკითხებზე ვისაუბრებთ. ნახვამდის.